დღეს შაბათის მარშის დღეა. უწყვეტი პროტესტის 451 დღეს დემონსტრანტები ფილარმონიასთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო წარწერებიანი ბანერებით ოცნებისგან აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. შაბათის მარშს უერთდებიან ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრებიც. რუსაჟვანიე ქვეყნიდან არ არის გასული ოფიციალურად, აცხადებს ფორმულასთან ინტერვიუში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი. შაიშმელაშვილის თქმით, არ იცის სად არის ჟვანია. ძმებკაკულიებთან ერთად რუსაჟვანია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორად დასახელდა. პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა, ბრალი კი დაუსრულებლად წარუდგინა. ირანში დღეს პროტესტი განახლდა. სიკვდილი ხამენეის ამ შეძახილებით თეირანში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვიდნენ. Iran International-ის ცნობით დემონსტრანტებს ბასიჯის ძალები დაუპირისპირდნენ. სამხედროებმა ქუჩები გადაკეტეს და ახალგაზრდები დააკავეს. ვინც გვიკბენს მას კბილები ჩაემტვრევა, ასე ემუქრება ორბანი უკრაინას თუ მილსადენ დრუჟბის გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. უნგრეთის პრორუსი პრემიერი უკრაინისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტას აანონსებს. ორბანის წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ევროპისა და უკრაინის დადანაშაულებაზეა აგებული. დღეს ომია, რადგან ევროპელ ლიდერებს ომის გაგრძელებას სურთ. თუ ომი არ იქნება, ვინ მისცემს უკრაინას ფულს, აცხადებს პუტინის მოკავშირე.